თუ გაქვს ჭარბი წონა და გინდა სამუდამოდ მოიშორო ის, შეიძლება უკვე ცადე კიდევაც ხო რამოდენიმე დიეტა და არ გამოგდის რა, ანუ ან ცოტ-ცოტას იკლებ და მე ისე ვიმატებ ამ წონას, ან საერთოდ გიჭირს წონის დაკლება, ეს ვიდეო შენთვის არის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რატომ არ მუშაობს დიეტები, რა არის იოიოს ეფექტი და სად არის საბოლოოდ გამოსავალი. ხო, მე ვარ თემო შოთაძე, კონსულტანტი დაბალანსებული კვების საკითხებში წლების გამოცდილებით. ჩემი პირადი შედეგია -60 კილოგრამი, წლების მანძილზე უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე და დღეს შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. არსებობს უამრავი დიეტები. აი, მოდი განვიხილოთ ჯერ რა დიეტები არსებობს. მაგალითად, არსებობს შემზღუდველი დიეტები. ეს ძალიან ცნობილი დიეტებია, რომ აი ირჩევ რაღაცა ერთი კატეგორიის პროდუქტს, ჭა მარტო იმას და დანარჩენს ყველაფერს ზღუდავ. აი მაგალითად, მე გამიკეთებია წიწიბურას დიეტა, ანუ მარტო გრეჩიხას რო ჭამ, სხვა ყველაფერს ზღუდავ. გამიკეთებია საზამთროს დიეტა, გამიკეთებია სოსისის დიეტაც კი მინახავს, სხვათა შორის სოსისის დიეტაც გამიკეთებია. ანუ ირჩევ ერთ პროდუქტს, სხვა ყველაფერს ზღუდავ, შემზღუდველი დიეტა. კიდე არსებობს მაღალცილოვანი დიეტები, მაგალითად დუკანის დიეტა გამომიცდია ჩემ თავზე, დამიკლია ცოტა, ეგრევე მოვიმატე და რამის ორგანიზმი გავიუბედური. არსებობს კალორიების დეფიციტი მკაცრი, ანუ რო ანგარიშობთ და კაცრად აი ესე ძალიან ცოტ-ცოტას რო ჭამთ. კიდევ რა დამეხმარეთ კომენტარებში, კიდევ ასე თქვათ, რა დიეტები არსებობს. ხილბოსტნეულის დიეტა, ხო წელა გითხარით, იქ საზამთროს დიეტები და მარტო ხილბოსტნეულის ჭამა და ასე შემდეგ. მოდი ახლა განვიხილოთ რა მინუსები აქვს ამ დიეტას, ჯერ რა შედეგები მოაქვს, მაგაზე ვისაუბროთ, რა მინუსები აქვს და რატო ვერ ვიღებთ შედეგს. სტატისტიკურად წარმოიდგინე, 90% ადამიანების დიეტით შედეგს ვერ იღებს რა, ან საერთოდ ვერ იკლებს, ან ცოტ-ცოტას იკლებს და მერე ისე უკან იმატებს. ნახე ხა შენს ორგანიზმში რა ხდება, ყურადღებით ისმინე, ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს შევეხებით. გავს რაღაცეებზე უფასოდ ინტერნეტში არავინ არ გესაუბრება თან ასე დეტალურად. ნახე, შენ ორგანიზმში ხო არის სისტემები, რომელიც შედგება ორგანოებიდან, რა სიტყვაზე მონელების სისტემა, სასუნთქის სისტემა, გულსიზარდთა სისტემა და ასე შემდეგ. ეს სისტემები ორგანოებისგან შედგება, ხოლო ორგანოები უჯრედებისგან, ანუ ტრილიონობით უჯრედებისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი. და ამ ყველა უჯრედს ჭირდება კვება. 114-მდე საკვები ელემენტი ჭირდება ადამიანს ყოველდღიურად, იმისთვის რომ ყველა პროცესი მიდიოდეს სწორედ. ყველა ამ ელემენტს თავისი ფუნქცია აქვს. რა, აი მაგალითად ეხა C ვიტამინი არის ანტიოქსიდანტი და იმუნურ სისტემას უწყობს ხელს და სისხლის გაათხელებას, იქ ცილები კუნთურ მასას ამყარებს და პროცესებში მონაწილეობს, იქ თუთია და სელენი თმაზე და კანზე და მოკლედ ყველა ამ ელემენტს აქვს თავისი ფუნქცია. და რა ხდება დიეტის დროს? მაგალითად, დაიწყე შემზღუდველი დიეტა, სიტყვაზე აირჩიე წიწიბურა, რო ჭამო მარტო წიწიბურა, მეტი არაფერი, რა ხდება? წიწიბურაში შედის რაღაცა გარკვეული ელემენტები, ძირითადად უმეტესი ნახშირწყლები და ცოტა იქ ცილა და საკვები ბოჭკო, უმეტესი მაინც ნახშირწყლებია, სხვა დანარჩენ ელემენტებს ვერ ივსებს ორგანიზმი, იწყება ნუტრიენტული შიმშილი, იწყება დეფიციტი ელემენტების, 2-3 კვირა ქაჩავ, მაქსიმუმ შეიძლება 1 თვე გაქაჩო, მერე იწყება მადის გამხეცება, ორგანიზმი გთხოვს ამ დეფიციტის ანაზღაურებას და იწყებ ორმაგ ჭამას და ორმაგად წონა მიდის ზევით. ნებისმიერი დიეტის მთავარი პრობლემა არის იოიოს ეფექტი. იოიო ალბათ გიცით ხო სათამაშო ბავშვობაში გქონიათ კიდევაც ესეთი გვარი სათამაშოა, თოქზე იბავ თითზე, ჩაუშვებ და ისე უკან გიბრუნდება. ესეა წონაც, ნახე, შენ რო იწყებ თქვა კალორიების დეფიციტს, ან რაღაცა ძალიან მკაცრ დიეტას, ამ დროს ორგანიზმში აღარ მიდის ყველა საჭირო ელემენტი, ნუტრიენტული შიმშილი იწყება, დეფიციტი იწყება და ცოტა ხანი შეიძლება გაქაჩო. მაგრამ მალე თუ გვიან ორგანიზმი ამ ყველაფრის ანაზღაურებას მოგთხოვს, ორჯერ მეტ ჭამას მოგთხოვს და შესაბამისად წონაც წავა უკან, ანუ ნახე როგორი წრე არის, გააწუხებს ჭარბი წონა, იწყებ დიეტას, ცოტა ხანი ქაჩავ, რაღაცა შიმშილობ, რაღაცებს აკეთებ, მერე იწყება ნუტრიენტული შიმშილი, დეფიციტი, ვეღარ აკონტროლებ, თავს იწყება მადის გამხეცება, კონტროლი აღარ შეგიძლია, იწყებ ჭამას და წონა მიდის ისე უკან, აი ესე წრეზე ტრიალებ. მთელი ცხოვრება ასე ვიყავი, არ მიკვირს, ხარა დიეტას ვაკეთებდი, ხარა დიეტას და ეს შედეგს არ მაძლევთ. ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ ორგანიზმის გამოფიტვა და ძლიერი შიმშილი გამოსავალი არ არის. ნახე, დროებითი დიეტა უდრის
დროებით შედეგს. შენ თუ ერთი თვე ჭამ ცოტას და ერთი თვე რაღაცა მკაცრ დიეტაზე ძლებ და მე ისევ იმ რეჟიმს უბრუნდები, რამაც ოდესღაც გაგასუქა, რა თქმა უნდა ისევ მოიმატე. გამოსავალი არის ერთადერთი. გააჯანსაღო შენი ცხოვრების სტილი და ისწავლო კვების დაბალანსება. უნდა იმუშაო უნარჩვევებზე. ნახე, არსებობს პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებულად მავნეა განსაკუთრებით გასუქებისთვის, ასუქებს. ეს არის მარტივი ნახშირწყლები და ტრანსცხიმები, ძირითადად თეთრი პური, ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი სასმელები, ტკბილეული და რაც შაქარს და თეთრ ფქვილს უკავშირდება ძირითადად ეს პროდუქტები და არსებობს პირიქით პროდუქტები, რომელიც ზეჯანსაღია, გაახდომას ცხიმის წვას და სწორ პროცესებს უწყობს ხელს. ესენია მაგალითად ცილოვანი საკვები, იქ ხორცეული, თევზეული, პარკოსნები, მარცვლეულები, ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები და ასე შემდეგ. იქ ხილბოსტნეული ვიტამინებისთვის და მინერალებისთვის, იქ კარგი ცხიმის შემცველი პროდუქტები და ანუ რა უნდა გავაკეთოთ. უნდა დავიწყოთ უნარჩვევებზე მუშაობა. ჩვენი ყოველდღიური მავნე ჩვევები ნელ-ნელა კარგი ჩვევებით უნდა შევცვალოთ. მაგალითად, დღესვე დაიწყე, თუ სვავ წვენებს ან გაზიან სასმელებს, ამოიღე რაციონი და ჩაანაცვლე წყლით. ისწავლე სწორი უნარჩვევა, თა წყალი უფასოა, ეკონომიასაც გააკეთებ, ცალკე ჯანმრთელობაში მოიგებ, ცალკე ფულში მოიგებ. მერე ცომეულები, ტკბილეულები და თეთრ ფქვილს და თეთრ შაქარს რაც უკავშირდება, ამოიღე, ჩაანაცვლე რთული ნახშირწყლებით და ცილოვანი კერძებით და საკვები ბოჭკოებით დიდარი კერძებით და თუ უფრო კონკრეტულად გინდა რომ შენ გრაფიკზე მორგებული კვების პროგრამა გქონდეს და გვერდში პროფესიონალი კონსულტანტი გყავდეს, ეხლა სუპერ შეთავაზებები გვაქვს, პირადში მოგწერე, დაგეხმარებით ყველანაირი შედეგის მიღებაში, ასევე თუ გაინტერესებთ უფასოდ ისწავლოთ დაბალანსებული კვება, რა არის ცუდი, რა დროს რისი ჭამაჯობია, რა არ უნდა ვჭამოთ, რა უნდა ვჭამოთ და ასე შემდეგ, გამოიწერე ჩვენი არხი, ადევნე თვალი ვიდეოებს და მჯერა რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა. უბრალოდ შეეშვი დროებით დიეტებს, არ გამოფიტო და არ გაანადგურო ორგანიზმი და დაიწყე შენი კვების უნარჩვევებზე მუშაობა.